აზერბაიჯანული ეროვნული დღესასწაულის ნოვრუზ ბაირამის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. მანამდე კი აზერბაიჯანელი ხალხი აღნიშნავს ჩერშენბეებს, ანუ ბაირამამდე ბოლო 4 სამშაბათს. ეს არის ტრადიცია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და აახლოებს, ასევე მათ აძლევს შესაძლებლობას ერთად კარგი დღე გაატარონ. მეორე სამშაბათს აღნიშნავენ ცეცხლის ჩერშენბეს, რა დროსაც ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ეზოებში კოცონი ინთება. ამ ჩერშენბეს სალაჰლების ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც სადღესასწაულო ატმოსფერო უკვე იგრძნობოდა. აღნიშნულ ეროვნულ დღესასწაულზე უპირატესობა სწორედაც რომ ეროვნულ კერძებს ენიჭება. მაგალითად, ამ დროს მზადდება ფლავი, ტოლმა, ქაბაბი, ხაშლამა და სხვა აზერბაიჯანული ტრადიციული კერძები. აზერბაიჯანულ კულინარიაზე საუბრისას გვახსენდება მრავალფეროვანი ტრადიციული კერძები, რომლებიც ოდითგანვე აზერბაიჯანულ სამზარეულოს ეკუთვნის. კერძების ისტორია კი ისეთივე ძველია, როგორც თავად ერის ისტორია. ამ კერძებიდან ერთ-ერთი, რომელიც აზერბაიჯანული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია, არის ტოლმა. ტოლმა, იგივე დოლმა იუნესკომ 2017 წელს აზერბაიჯანელთა კუთვნილებად აღიარა და კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ტოლმა მომდინარეობს ორი სიტყვიდან. პირველი არის დოლმაკ, რაც აზერბაიჯანულად ნიშნავს შევსებას. შინაარსობრივად იგულისხმება ჩაყრილი პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და სხვა. ანუ აღნიშნული კერძის ამ ინგრედიენტებით შევსება. მეორე სიტყვა კი, რაც კერძის სახელწოდებას ემთხვევა, არის გახვევა, აზერბაიჯანულად დოლამაკ, რომელიც მოიაზრებს ჩაყრილი ინგრედიენტების კომბოსტოს ფურცლით ან ვაზის ფოთლით გახვევას. Dolma bizim qədimli yeməklərimizdən biridir. Bacı dolmasıdır, yarpaq dolması, bir də kələv dolması. Biz bugün qədiyyətimizdə. აღსანიშნავია, რომ ამ წელს წმინდა რამაზანის თვე ნოვრუზის დღესასწაულს დაემთხვა. ეს კი განსაკუთრებული პერიოდია, რადგან იგი ერთდროულად აერთიანებს ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებს. ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანული ეროვნული დღესასწაულია. ნოვრუზის დადგომა ნიშნავს რთული ზამთრის პერიოდის დასასრულს და ახალი ცხოვრების დაწყებას, ბუნების გამოღვიძებასა და ახალ იმედებს. ნოვრუზის დღესასწაულის, განსაკუთრებით კი ცეცხლისა და მიწის ჩერშენბეების აღნიშვნა წარმოუდგენელია კოცონის გარეშე. ყოველ წელს ამ პერიოდში ოჯახები ანთებენ კოცონს, რათა ადამიანები შეიკრიბონ მის გარშემო და გულწრფელი საუბრები გამართონ. ასევე ამ დროს ხშირად ხტებიან ცეცხლზე, რა დროსაც ტრადიციის თანახმად ადამიანი თავის ყველა პრობლემას უკანტოვებს და ცხოვრებას ახალი იმედებით აგრძელებს. დღეს არის მეორე ჩერშენბე. ყველა ჩერშენბეზე ჩვენ კოცონს ვანთებთ. ნოვრუზ ბაირამი ჩვენი უძველესი დღესასწაულია. მას ჩვენი მამა-პაპები აღნიშნავდნენ და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ. ამ ტრადიციას ვინარჩუნებთ. ვლოცავ აზერბაიჯანელებს ნოვრუზის ჩერშენბეს. ვიმედოვნებ ნოვრუზ ბაირამი მოიტანს ხვალს, ბარაქას, ბედნიერებასა და მშვიდობას.